საღამოშიდობისას უშუალოდ ტელემაყურებლებო ტელეკომპანია თრიალეთი პირდაპირ ეთერში აგრძელებს მაუწყებლობას. ეთერშია გადაცემა კვირის სტუდია. მოგეხსენებათ, დღეს არის წმინდა დღესასწაული, ბზობის დღესასწაული. ეს გახლავთ დღესასწაული, როდესაც იესო ქრისტე დიდებით შევიდა იერუსალიმში. დღევანდელი ჩვენი გადაცემაც სწორედ რელიგიურ თემაზე წარიმართება და ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ მამა ეფრემი ქარელის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის წინამძღვარი. მოგესალმებით მამაო, ჩვენთან სტუდიაში მოგზაურობისთვის დიდ მადლობას მოგახსენებთ და ალბათ მრევლმა შესანიშნავად იცის რა არის დღევანდელი დღესასწაული, რა არის შინაარსი დღევანდელი დღესასწაულისა, მაგრამ იქნება აი შევახსენოთ რა არის ბზობა და რისთვის არის ეს დღესასწაული საერთოდ დაწესებული ჩვენი ეკლესიის მიერ. ხოთ. ჩვენთან არის ღმერთი. და მოგილოცოთ დღევანდელი დღესასწაული, ბზობა, ეს როგორც აღინიშნა არის დიდებით შესვლა უფლისა ჩვენისა და იესო ქრისტესი იერუსალიმში ლევლის უკან უფალმა მაცხოვარმა განხორციელებულმა აი ამ ქვეყნად თავისი ღვთაებრივი დიდებით ამხედრებულმა მჯდომარემ კიცვზე ინება შესვლა როგორც მეფემ თავისი იერუსალიმში. ეს მართლაც თავისი ვნების და ჯვარცმის წინ ბოლო გამოვლინება იყო უფლის დიდებისა. როდესაც მაცხოვარმა ინება, რომ ყოველთვის თავმდაბალმა და დამფარველმა თავისი სათქმეებისა ის როდესაც კურნავდა ან კელობლებს ან კიდევ ბრმებს თვალს უხელდა, ყოველთვის მალავდა დიდი თავმდაბლობის გამო თავის სათქმეებას, რომ ხალხს იგი ასე რომ ვთქვათ არ წარმოჩენილი იყო იგი როგორც მაქებელი, ასე რომ ვთქვათ არ ეკო ხალხს, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენ ხედავთ, რომ უფალი სხვანაირად მოიცა. ერთის მხრივ თავის მორწმუნეებს, მიმდევრებს, მოციქულებს მისცა აშკარად და დაუფარავად ბოლოჯერ თავისი პატივისცემისა და სიყვარულის აშკარად გამოხატვის საშუალება და მეორე მხრივ თავის მტრეებს და წინააღმდეგობებს კიდევ ერთხელ მოუწოდა სინანულისკენ, რომ შეეცნოთ ვინ იყო ჭეშმარიტად ქრისტე. ეს იყო ღმერთკაცი, მესია და სწორედ მაცხოვრის დიდების შესვლად იერუსალიმში სწორედ აი ეს მიზანი ჰქონდა, რომ ბოლოჯერ მიეცა იერუსალიმს საშუალება შეეცნო ის, თუ ვინ მოუტანდა მას მშვიდობას და ხსნას, რომ ეს იყო ჭეშმარიტად იესო ქრისტე, მაგრამ სამწუხაროდ იერუსალიმა მოსახლეობამ მაცხოვარი ვერ შეიცნო. რა თქმა უნდა, ისინი ადიდებდნენ უფალს შეძახილებით, მაგრამ ჩვენ ხედავთ, რომ აი ამ დროს მაცხოვრის თვალზე ცნემლები შეინიშნებოდა და ეს სწორედ სინანულის, სიბრალულის ცნემლები იყო, ვინაიდან იცოდა უფალმა, რომ აი ეს დიდება და სიხარული ხალხისა იყო ყალბი. რწმენის სიმტკიცეს მოკლებული და რამოდენიმე დღის შემდეგ უფალმა იცოდა, რომ იგივე ხალხი, რომელიც დღეს ოსანას შეძახილებით აქებდა მაცხოვარს, იტყოდნენ ჯვარსაცო, ჯვარსაცო ეგ. უკაცრავად მამაო, გაწყვეტინებთ, დღეს უამრავ ადამიანს ბზის ტოდი ეჭირა ხელში. შეიძლება ზოგიერთმა არც იცოდა ეს რის გამო უჭირავს ხელში და საერთოდ რა არის შინაარსი ბზისა და რისთვის არის საერთოდ ეს ბზის ტოტები, რატომ უნდა გქონდეს ჩვენ მთელი წლის განმავლობაში სახლში და რატომ უნდა ვწვავდეთ, თქვათ, წინა წელს ოჯახში შენახულ ბზას. საინტერესოა, მოგახსენებთ ეხლავე. მე აღნიშნე, რომ დიდი სიხარულით ხდებოდა მეტი ერი უფალს, როდესაც იერუსალიმში შევძანდებოდა, მოციქულებმა აგრეთვე ხალხმა თავიანთი ტანის სამოსები დაუფინეს გზაზე, ესე იგი მომავალ ქრისტეს და აგრეთვე სხვადასხვა ტოებით, არა მარტო ბზით, არამედ პალმის, ფინიკის ტოებით, ესე იგი ხალხი ხელაწვდილი, ესე იგი გამოხატავდა ამ სიხაროს. საერთოდ ეს იყო ძველ აღთქმისეული ებრაული ჩვეულება, როდესაც არა მარტო ამ შემთხვევაში, არამედ რომელიმე დაუშვათ მეფე მათი ან დაუშვათ მთავარსარდალი ტრიუმფით შებრძანდებოდა რაიმე დიდ დღესასწაულსა და ზეიმს ეს სახალხოდ აღნიშნავდნენ, ხოლმე ებრაელებს ჩვეულება ჰქონდათ ყოველთვის აი ამ მწვანე რტოებს ტეხდნენ ხეებზე და აი ესე ეგებებოდნენ, ასე რომ ვთქვათ, ამა თუ იმ დიდებულ პიროვნებასა და გამოხატავდნენ აი ამ სიხარულს. ასე რომ ეს იყო მათი ზოგადი გამოხატულება და ამ შემთხვევაშიც, როდესაც ქრისტე იერუსალიმში შებრძანდა, მსგავსადვე გამოხატა ერმე. ასე რომ უცხო იმ პერიოდისათვის აი ეს ჩვეულება არ ყოფილა. და მას შემდეგ მოყოლებული, რა თქმა უნდა, ჩვენ აი ამ ტრადიციას, წესს, ყველაფერს სიმბოლურად ვიღებთ იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც ეს დაუშვათ დაწესდა, რაც სახარებაში არის გადმოცემული და დღესაც აი ამ სიმბოლური მნიშვნელობით მაცხოვარი ფაქტიურად უხილავად შემობრძანდება ჩვენს გულებში დიდებით და ჩვენ უნდა გავხსნათ მას გულისკარები და შევხვდეთ აგრეთვე ბზევით
ჩვენთან საქართველოში პარმებია, ასე რომ ვთქვათ, იშვიათი არის, ფინიკიც აგრეთვე და ბზები არის ძირითადად გავრცელებული და ბზას ერთგვარად მარადიულობის სიმბოლოდ რუსეთში როგორც ვიცი სულ სხვა მცენარით ყველერი ტრადიციულად იმ მცენარით ხდება, რაც მას ასე რომ ვთქვათ, გარკვეულ წმინდად მიაჩნია ამა თუ იმ დღესასწაულისადმი დაუშვათ შესაბამისად და აი ეს ბზები იკურთხება ტაძარში, ბზობა დღეს, შემდეგ მორწმუნეებს იგი ტრადიციულად მიაქვთ შინ და აი ამ ნაკურთხ ბზას ერთგვარად ღვთის მადლი, წყალობა მიყვება და ოჯახებში ჩვენ ქრისტეს მიერი სიყვარული, ქრისტეს მიერი წყალობა და სიმშვიდე შეგვაქვს და მართლაც თუ დაუკვირდებით, აი იმ ოჯახებში, სადაც ბზა არის, ერთგვარად სიმშვიდეს უფევს. თუ კი რა თქმა უნდა, ეს ოჯახი სარწმუნოებით და ეკლესიურად ცხოვრობს. ერთი წლის გასვლის შემდეგ, როდესაც ახალი შეგვაქვს სახლში, იმ წვლილს გამოვიტან და ეკლესიაში წმინდა ადგილას გარკვეულად ესე იგი იწვება. ესე რომ ესეთი სიხარულის გამომხატველი არის, ასე რომ ვთქვათ, ბზის აღმართვა და მისი კუთხე. გასაგებია, მადლობთ მამა, მე მაყურებელს შევახსენებ, გადაცემის დასაწყისში მე გამორჩა ჩვენი ტელეფონის ნომრები. თუმცა ამ გადაცემის ერთგულმა მაყურებელმა იცის უკვე ჩვენი ტელეფონის ნომერი, ეს გახლავთ ქარერში 31311, ან შეგიძლიათ დაგვიკავშირეთ ასევე 822921311 ან მობილურზე 899571311. თქვენ შეგიძლიათ მოგვაწოდოთ თქვენთვის სასურველი კითხვა და მამა ეფრემი აუცილებლად გასცემს აი ამ კითხვაზე, თქვენს მიერ მოწოდებულ კითხვაზე პასუხს. მამა ამჟამად დიდი მარხვის პერიოდია და შეიძლება ითქვას, მე ხვდებიან ადამიანები, რომლებიც მტკიცე სულით, მტკიცე გულით იცავენ აი ამ ასე ვთქვათ რიტუალს. მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც აპატიოს უფალმა, ჩემი განსაკითხი არავინ არ არის, მაგრამ გარკვეულად მოდის აყოლის თითქოს ესეთი პრეცედენტებია. როდესაც ამბობენ, რომ მე აი ამას არ მივირთმე, მე ამას არ მივირთმე, თუმცა შეიძლება საქმის სხვა რაღაცას აკეთებდნენ. იქნებ განვმარტოთ ჩვენს მოსახლეობას, რაში მდგომარეობს მარხვის არსი და რა უნდა აკეთოს ადამიანმა, როდესაც იგი მარხვის პერიოდშია. გარდა იმისა, რომ საკვები, თქვათ, აკრძალული საკვები არ მიიღოს. დიახ, ცნობილია, რომ უკვე თითქმის დიდი მარხვა დასასრულს მიახლოვდა, დარჩა მხოლოდ ბოლო კვირა, ნებიშვიდეული. ასე რომ თითოეულ მორწმუნეს ევალება ეს ღვთისგან მოძებულ მცნებად, რომ მან მარხვა დაიცვას. წმინდა ეკლესია იგივე მაცხოვრის სწავლებიდან გამომდინარე დააწესა მარხვა და მარხვა, ასე რომ ვთქვათ, ახალი მცნება არ არის. ეს კიდევ 60-შეშივე მიეცა ადამიანს, როდესაც უფლისაგან აეკრძალა ჭამა იმ ხის ნაყოფისა, რომელიც მისთვის არ იყო დაშვებული. დარღვევას რა მოხდა, ესე იგი რა მოყვა შემდგომ ეს ყველასათვის ცნობილია და ის ადამი, ესე იგი აქედან გამომდინარე რაოდენ შეიძლება ტრაგიკული აღმოჩნდეს საბოლოოდ, როდესაც ადამიანი არ იცავს მარხვას, იგივე ადამიანიდან გამომდინარე. შემდეგ მარხულობდნენ ძველი აღთქმის ადამიანებიც გარკვეული წესით და თავად მარხვის მაგალითი ჩვენ უფალმა იესო ქრისტე მოგცა სახარებაში, როდესაც მან 40 დღე იმარხულა და მარხვის შედეგად ესე იგი დაამარცხა და განაგდო საბოლოოდ ეშმაკი. აი ამის შემდეგ იგივე მოციქულთა ეპისტოლეებიდან, სახარებიდან ჩვენ გვეძლევა იმის, ასე რომ ვთქვათ, სარწმუნოებრივი სულიერი საფუძველი, რომ წმინდა ეკლესიის მიერ იქნეს დაწესებული მარხვა. 4 დიდი მარხვა არის წელიწადში, მოგეხსენება და ამჟამად როგორც მოახსენეთ, არის დასასრული დიდი მარხვისა. ეხლა მარხვა, როგორც ასეთი, ეს არის გარკვეული პერიოდები, რომელიც ეკლესიამ დააწესა იმისათვის, რომ ადამიანმა სინანულით, საკუთარ თავზე მაქსიმალური დაფიქრებით, ცოდვათა, დანახვითა და აღიარებითა და მონანიებით განიწმინდოს საკუთარი სული და ამით, ესე იგი, უფალს მიახლოს, ასე რომ მის გულში იყოს ადგილი, რათა იქ დაიმკვიდროს სულიწმინდის მადლმა. ეს არის ადამიანური ცხოვრების მიზანი. თქვენ სწორად აღნიშნეთ, გოგა, რომ ბევრს ესე იგი არასწორად ესმის მარხვის არსი და მნიშვნელობას, ოღონდ მხოლოდ გარეგნულად მარხულობს. მე მინდა აღვნიშნო და გამოვყო მარხვის ორი მხარე. ეს არის შინაგანი მარხვა, ანუ სულიერი მარხვა, ეს უხილავი არის და მეორე არის გარეგნული მარხვა, ესე იგი საკვებისაგან, გარკვეული საკვებისაგან თავშეკავება. როგორც პირველ, ასევე მეორე შემთხვევაში ადამიანს მართებს გულმოდგინება. ესე იგი, არ შეიძლება რომ აი ეს ორი მხარე მარხვისა, ხორციელი და ესე იგი სულიერი ერთმანეთისგან გამოყოთ. ადამიანმა მარტო ისე იმარხულოს და დაუშვათ საკვებისგან არა და ან პირიქით კიდევ. ეს ასე რომ ვთქვათ, მარხვა არის ორი ფრთა, ასე რომ ვთქვათ, რომელსაც სული ესეცად აღყავს, აი ეს ორი მხარე. მე შემიძლია ესეთი შედარება მოვიყვანო, ხორციელად, ესე იგი, მხოლოდ საკვებით მარხველი ადამიანი, ესე იგი, გავს
სცენარეს, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ფოთოლი, ხოლო სულიერად მართველი ადამიანი კი გავს ადამიანს, გავს ხეს უпростоრად, რომელსაც გააჩნია ნაყოფი. ახლა რომელი მნიშვნელოვანია ხისთვის, მარტო ფოთოლი თუ ნაყოფიც, რა თქმა უნდა, ორივე ერთად საჭირო არის ბუნებრივად და ამდენად მე მინდა უფრო დაწვრილებით შევეხო ახლა მარხვის დროს, ხორციელ მხარეში, გარეგნულ მხარეში გულისხმობა, რომ ჩვენ თავს ვიკავებთ ხორცისაგან, ხორციელი საკვებისაგან, თავს ვიკავებთ რძის პროდუქტების მიღებისაგან, ის კარაქი, ყველი რძე და თავს ვიკავებთ კვერცხისაგან. ესე იგი, ხორციელი ცხოველური წარმოშობის პროდუქტებისაგან იგრძელება ადამიანს, ესე იგი, რომ მარხვაში მიიღოს. ხოლო სულიერი მარხვა, ეს არის ყოველგვარი ცოდვისადმი, ესე იგი, თავის არიდება. ადამიანის, ასე რომ ვთქვათ, ადამიანში მარხვის მიზანი ეს არის, რომ მან ნიადაგი მომზადოს სინანულს. და არ არსებობს ესე იგი ესეთი რაღაც არ ყოფილა რომ ადამიანი კარგად ჭამდეს, შვამდეს, იქ გალაღებულად ცხოვრობდეს და აი ამ შემთხვევაში მან კარგად ილოცოს, ან ცოდვებზე დაფიქრდეს. აი ამიტომ ერთგვარი შეზღუდვა ამისა საფუძველს ნიადაგს უმზადებს, რომ ადამიანის სულში გაჩნდეს საკუთარი ცოდვების განცდის უნარი. ერთ სიტყვით მან დაინახოს, რომ ის არარავობა არის, ის არის ცოდვილი ადამიანი, რომ მას მართებს ლოცვით, ესე იგი, ცრემლებით, გულსმოდგინებით მივიდეს ტაძარში, ცოდვები აღიაროს, იქ ეზიაროს და ამდენად სიწმინდით იცხოვროს მარხვის გზაზე. მე გეთანხმებით, რომ ბევრი, ესე იგი, გარეგნულად მარხულობს, ესე იგი, თავს იკავებს დაუშვათ საკვებისაგან, მაგრამ სულიერად იგივე ცოდვებს ჩადის. პირდაპირ ვიტყვი, რომ აი ასეთ მარხვას აზრი არ აქვს. პირიქით, უფრო ამძიმებს საკუთარ სულს, რა აზრი აქვს დაუშვათ, თუ კი ადამიანი არ შეჭამს ხორცს, მაგრამ დაუშვათ დაჩაგრავს საკუთარ მოყვას, იქ დაუშვათ მოიპარავს, ან ლოთობს, ან მრუშობს, ერთი სიტყვით ესეთი ადამიანი თავს იტყუილებს. ამ შემთხვევაში ჩვენ გვმართებს ორივე მხრით დავიცვათ მარხვა, როგორც სულიერი, ასევე ხორციელი გაგებით. თვითონ სიტყვა, აი მარხვაც რო ავნიშნოთ, აი მომდინარეობს სიტყვა დამარხვისაგან. ესე იგი, დამარხვა ქრისტეს მცნებებისა, დაცვა. დამარხვა აი ამას ნიშნავს დაფლა, რომ საკუთარ გულში დავიმარხვოთ, დაუფლათ ქრისტეს ცნებები და ის გულმოდგინედ შევასრულოთ. აი, სწორედ ეს არის მარხვის არსი. მამალ დროებით ჩვენ გადავერთოთ ცოტა სხვა თემაზე, ჩვენ აუცილებლად დაუბრუნდებით ჩვენს რელიგიურ დღესაც მართლმადიდებლურ რელიგიურ დღესასწაულებს მაქვს მე მხედველობაში, მაგრამ მე მინდა ერთი ეს სამწუხარო ფაქტი შეგახსენოთ თქვენთვის ალბათ ცნობილია, რომ სულ რამდენიმე დღის წინ გორის რაიონის ერთ-ერთ სოფელში დაიღუპა ახალგაზრდა გოგონა, 21 წლის გოგონა, ეს გოგონა იყო იეჰოვას მოწმე და საზოგადოებაში აი ამ ფაქტმა დიდი მithმა გამოიწვია. ერთნი ამბობდნენ, რომ მას სისხლი არ გადაისხა, ან ვიღაცის, ასე ვთქვათ, დაჟინებული მოთხოვნით მას არ გადაუსხეს სისხლი. ხოლო თვითონ იეჰოვას მოწმეები აღნიშნავდნენ, რომ ეს იყო მხოლოდ ექიმების ბრალი და აქ არავისი ბრალი არ ყოფილა. მაგრამ მიუხედავად ამისა, შედეგი ძალიან მძიმე იყო. დაიღუპა ახალგაზრდა გოგონა, კიდევ ერთხელ ვიმეორებდა. აი, რა შეიძლება ითქვას? დღეს იეჰოვას მოწმეები ძალიან ბევრი არიან, ძალიან მომძლავრდნენ. და თქვენ, აი, ეკლესია, მართლმადიდებლური ეკლესია რას აკეთებს იმისთვის, რომ თქვათ, რაღაცნაირად ეს ადამიანები დავიცვათ იგივე სულის წაწმედისგან თუ როგორ ქვია, მე ზუსტად ვერ ვიტყვი ახლა, მაგრამ აი, რას აკეთებს ეკლესია იმისთვის, რომ თქვათ, ანალოგიური შედეგები უბრალოდ აღარ გქონდეს ჩვენ. დიახ, ესეთი ცნობა, რა თქმა უნდა, მეც მაქვს, ამ რამდენიმე დღის წინ ცნობილი გახდა, რომ ერთ-ერთი ახალგაზრდა მართლაც იეჰოველთა სექტის, ასე რომ ვთქვათ, მიმდევარი სისხლის გადაუსხმელობის გამო დაიღუპა. თავისთავად ეს ფაქტი, რომ ადამიანი ესეთი, ასე რომ ვთქვათ, მე ვიტყოდი უაზრო თვითმკვლელობით ასრულებს სიცოცხლეს, ეს თავისი ბრალი იყო თუ ახლობლების, რომლემაც ყურადღებას, რომ ვთქვათ, კი არ მიაქციეს, ვერ მიაქციეს, უბრალოდ არ მიაქციეს და თავისი აბსურდული და ცრუ სწავლების გამო ფაქტობრივად უყურადღებო დატოვეს. ეს არის თავისთავად ტრაგიკული მოვლენა მთლიანად ერისათვის და აი ამ ფაქტიდან, ესე იგი, ნათლად ჩანს, თუ რაოდენ დიდი და დამღუპველი ზიანი შეიძლება მოუტანოს ადამიანს, თუ კი იგი არის არათუ უბრალოდ ურწმუნო ათეისტი, არამედ ცრუ მორწმუნე. ამ შემთხვევაში ჩვენ საქმე გვაქვს ფართოდ გავრცელებული იეჰოველთა სექტასთან. მე არ მინდა უბრალოდ აი ეს თვითონ იეჰოვა ესეთი სახელი უწოდა მათ, იმიტომ რომ ისინი არ ემსახურებენ აი ამ სახელის წოდებას, ესენი არიან, მე ვიტყოდი, რასელის მიმდევრები, რასელისტები, ესე მოიხსენიებ მათ და აი ეს სექტა ფაქტიურად, ასე რომ ვთქვათ, იდეურ ექსპანსიას ახდენს საქართველოში. ჩვენ თუ კი გადავხედავთ ჩვენი მართალი სარწმუნოების, ჭეშმარიტ სარწმუნოების მართლმადიდებლობის ისტორიას, მის წარმომავლობას, თუ გადავხედავთ ჩვენი ერის ისტორიასაც აგრეთვე, ჩვენ ვხედავთ, რომ
საფუძვეს ეს ჭეშმარიტი სარწმუნება მართლმადიდებლობა თვით ქრისტეს სწავლებიდან, მოციქულებრივი სწავლებიდან მომდინარეობს. ასე რომ აი ეს ჭეშმარიტი ჯაჭვი და რგოლები ამ ჯაჭვის არის უწყვეტი. და აი ეს მართალი სარწმუნება ჩვენ ქართველებს გვიპყრიათ ოდითგანვე თითქმის 2000 წლეული არის უკვე გასული მას შემდეგ რაც ესე იგი თავისი სიტყვიერი თესლი ჩვენში დათესეს ანდრია მოციქულმა, სიმონ კანონელმა და მატატა მოციქულმა ეს სამი 12 მოციქულთაგანი ქრისტეს მიერ გამორჩეული შემდეგ მოგეხსენებათ მე-4 საუკუნეში წმინდა ნინომ შემოიტანა ჩვენთან მართლმადიდებლობა მე აღარ გავაგრძელებ უკვე ამ ისტორიას მე იმის თქმა მინდა უბრალოდ რომ ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნება და ჩვენში ტრადიციულად საქართველოში არსებული ეს არის მართლმადიდებლობა აი ამის შემდეგ როდესაც აი ამ ისტორიის აი ამ დიდი სულიერი განძის მფლობელი ერის შვილი ქართველი ხდება უკვე სხვა სექტის წარმოადგენელი ეს უბრალოდ არის ასე რომ ვთქვათ ტრაგედია ეს არის საცოდაობა მე უბრალოდ მეწოდებიან აი ეს ადამიანები და მე მიკვირს უბრალოდ აი როგორ შეიძლება ადამიანი ესეთ უგუნურებამდე დავიდეს რომ აი ამ ყველაფერს ხაზი გადაუსვას და რაღაც სხვა ქრისტეს სახელს ამოფარებული მიმდინარეობის ასე რომ ვთქვათ წევრი გახდეს და მე ვიტყოდი რომ გარკვეულად მოსალოდნელიც იყო რომ ერთი შეხედვით თითქოს აი ეს უწყინარი სექტა რომელიც თითქოს ქრისტეს სახელს და ბიბლიას ახარებას იქიდან მწვანელობს აი ესე ტრაგიკულ მოვლენებს და შედეგებს ადრე თუ გვიან გამოავლენდა მარტო დავუშვათ თქვენ როგორ უკაცრავად გაწყვეტინებთ ეს იყო მკვლელობა თუ თვითმკვლელობა აი ამ გოგონას დაღუპვა რახან აი ეს გოგონა იყო უკვე სრულწლოვანი და მას შეეძლო თავისი ასე რომ თავისუფალინება თვითონ გაეკონტროლებინა მისი მხრივ ეს იყო თვითმკვლელობა ხოლო იმ ახლობლების წინ და გარეშე წრის მხრივ რომლებმაც დავუშვათ არ გადაუსვეს სისხლი და შეგნებულად უარი თქვეს რაღაც მაზრების გამო მათი მხრივ იყო მკვლელობა ესე იგი ორივე ფაქტთან გვაქვს საქმე ერთ სიტყვით თუ კი ადამიანი თავს იკლავს ქრისტიანული სწავლებით ამას არანაირი გამართლება არ აქვს დავუშვათ რო არ ვილაპარაკოთ იგივე სარწმუნოებრივ დოგმატებს და სულიერ არს ისე ადამიანურად ავიღოთ თუნდაც ადამიანურის ნეობით რატომ ღმერთმა მოგცა ჩვენ სიცოცხლე და ჩვენ არ აგვაქვს უფლება რომ იგი წავართვათ საკუთარ თავს არც სხვას და დავუშვათ ავიღოთ იმაზეც რომ გავახმახვილეთ ყურადღება რომ თითქოს ეს მათ მოწოდებაში იყოს არანაირი საფუძველი ამას წმინდა წერილში და სახარებაში არ აქვს რომ თითქოს სისხლის გადასმის გამო იქ რაღაც დოგმატური და სულიერი სწავლება და ესე წინააღმდეგობა სახარებას და ქრისტეს მოძღვრებას ეს არის სრულიად სრულ სწავლება აი მე როგორც ვიცი თითქოს ის მიმდევრები რასელის მიმდევრები თვლიან რომ სისხლიო შეიცავსო ესე იგი ადამიანის სულს და აი ამდენად რომ სისხლი გადაუსხასო ერთმა ადამიანმა მეორესო თითქოს სული გადაყებაო ეს აბსოლუტური უაზრობა არის სული არის უხილავი და სისხლი კიდევ არის ნივთიერი და სხეულის შემადგენელი ნაწილი სული უკვდავია სხეული კიდევ მოკვდავია და ასე რომ აი ამ ხრივადაც რომ ვიმსჯელოთ წმინდა წერილის ხრივაც კი დასაყრდენი აბსოლუტურად არ აქვს როგორც სულიერი და სარწმუნოებრივი ხრივ ასევე ადამიანური ცნებების ხრივ თუმცა აქ ერთი მე საუბარი მქონდა ამას წინათ იეჰოვას მოწმეებთან და ისინი აღნიშნავდნენ ესეთ რაღაცა სხვათა შორის ვიყავდი ამ გოგონას გასვენებაში და იქ თქვენს ესეთი ფრაზები ითქვა რომ ახლა თქვენ აღნიშნეთ რომ სული უკვდავია სხეული მოკვდავია ისინი აღნიშნავენ რომ მეორედ მოსვლის ჟამს პიროვნება რომელიც ამჟამად გარდაცვლილია სხეულებრივად აღსდგება და იშველებენ ბიბლიიდან მაგალითებს რომ თქვათ იგივე ქრისტემ ლაზარე სხეულებრივად აღადგინა თვითონ სხეულით გამოიცხადა თავის მოსწავლეებს როდესაც 3 დღის შემდეგ აღსდგა და აი ეკლესია აი ამ ყველაფერს რას დაუპირისპირებს თქვათ ეხლა ისინი გადაგებენ ასე ვთქვათ ფიზიკურ აღდგომას. გასაგები არის. სწორედ აი ამ ნაწილში ასე რომ ვთქვათ აი ამ რასელის მიმდევართა სექტას ერთგვარი ასე რომ ვთქვათ შეფარული აზრი აქვს ჩადებული. და აი ამით მრავალ აცნუნებენ. რა თქმა უნდა ქრისტეს მეორე მოსვლის ჟამს როგორც ეს ახარებაში არის ნაწინასწარმეტყველები უფლის ესე იგი თავად მაცხოვრის მიერ ყველანი განიკითხებიან ქრისტეს სამჯეროს წინაშე ყველანი წარსდგებიან და მოხდება საყოველთაო განსჯა და ყველანი თვით საუკუნიდან მიცვალებულებიც კი აღდგებიან და წარდგებიან ქრისტეს წინაშე აი მხოლოდ აი ეს ფაქტი რო ავიღოთ მიცვალებულთა აღდგომა საყოველთაო ეს რა თქმა უნდა ესე მოხდება მაგრამ აი ამ შემთხვევაში ჩვენ აი ამის შემდეგ რა მოხდება უკვე საყოველთაო აღდგომის შემდეგ აი ამაში არის ძირეული ცდომილება ასე რომ ვთქვათ რასელის მიმდევართა სწავლებისა რა თქმა უნდა
მიცვალებულები აღდგებიან, მაგრამ რასელის მიმდევრები თვლიან, რომ ისინი მიცვალებულები აღდგებიან სხეულით, იმ სხეულით ზუსტად დაუშვათ, რომლებითაც ისინი გარდაიცვალენ, ოღონდ შეიქმნებაო, ესე იგი ახალი სხეულიო. ის იმ ფორმით, რა ფორმითაც, ასე რომ ვთქვათ, ერთგვარად ღვთის მეხსიერებაში არისო ეს ყველაფერი, ასე რომ ვთქვათ, დალექილი და ასე რომ ვთქვათ, ჩადებულიო რა. აი ესე გამოთქვამენ აი ამას. ხოლო მართლმადიდებლური სწავლებით მოხდება საყოველთაო აღდგომა სწორედ საყოველთაო განჯისათვის. აი ამის შემდეგ რასელის მიმდევრები ამბობენ, რომ დამყარდება, ასე რომ ვთქვათ, 1000-წლოვანი ბატონობა, ასე რომ ვთქვათ, აი ამ რასელის მიმდევართა წევრებისა, ისინი 1000 წლის განმავლობაში იბატონებიან სხვა ყველანი, აი ამ არმაგედონის ერთგვარი, აი ამ აპოკალიფსური ბრძოლის შემდეგ განადგურდებიან ყველა სხვა სარწმუნოების მიმდევრები და ისინი მხოლოდ გადარჩებიან და ესე იგი იბატონებენ აი ამის შემდეგ. აქ მოყავთ ესე იგი მაგალითად როგორც აღნიშნე ლაზარეთის აღდგომა, ეს იყო დიდი სასწაული, რომელიც უფალმა მოიმოქმედა და შემდეგ ლაზარეს აღდგენებით ფაქტიურად წინასახე მოქცა თვითონ თავისივე აღდგენებისა, თავისივე აღდგომისა მესამე დღეს. მე კიდევ ვიმეორებ საბოლოოდ კონკრეტულად, რომ ადამიანები, ესე იგი მიცვალებულები აღდგებიან მხოლოდ განშისათვის, მხოლოდ იმ მომენტისათვის, როდესაც ისინი უნდა წარსდგენ უფლის წინაშე, მეორედ მოსვლის შამზე ისინი განიკითხებიან. აი ამის შემდეგ ნაცვლად იეღოველთა 1000-წლოვანი ცრუ, ასე რომ ვთქვათ, მოძღვრებისა და ცრუ სწავლებისა მართალნი, როგორც სახარებაში წერია, წავლენ საიქიოში, ხოლო ცოდვილები კიდევ ჯოჯოხეთში. აი ეს ასე რომ ვთქვათ, მომენტი უკვე საიქიო და ჯოჯოხეთის, ასე რომ ვთქვათ, არსებობისა, საიქიო ცხოვრებისა, უკვე იეღოველებს სრულიად, ასე რომ ვთქვათ, ამოგდებული აქვს თავის სწავლებებიდან, იმიტომ რომ ისინი უარყოფენ სულს. აი სულის უკვდავება მათ არ ასწამთ. აი ამიტომ გაანივთებენ ისინი სულს, ასე რომ ვთქვათ, სხეულთან და თითქოს სული სისხლში არის და ისიც ისევე მოკვდება, როგორც სხეული არა და ჩვენ ვიცით, რომ სული არის უკვდავი, ისევე როგორც, ასე რომ ვთქვათ, ღმერთმა დასაბამიდან შექმნა ადამი თავის ხატად და მსგავსად და შთაბერა მას თავისი უკვდავი სული. ასე რომ მე კიდევ ეს ხელ მინდა აი ეს აღნიშნო, რომ აი ამ სწავლებაში სულისკვდავების შესახებ მსაკურული, ასე რომ ვთქვათ, შეფარული აზრი დევს. რა თქმა უნდა, აღდგებიან მიცვალებულთა სულები, მაგრამ ისინი აღდგებიან საყოველთაო განშისათვის, საიქიო ცხოვრებისათვის. მამო, ერთ საინტერესო კითხვა შემოვიდა და ესეც აზრს აყალიბებს ჩვენი ტელემაყურებელი. გასაგებია, რომ ეს ცუდია, მაგრამ რას აკეთებს მართლმადიდებლური ეკლესია მათ საწინააღმდეგოდ და ხალხის ჭეშმარიტ გზაზე მოსაცემად? დიახ, ეს კითხვა დასვიდა ერთგვარად ვერ უპასუხე გამომჩავროსურეთ, ხაზი რო გავესვა. ჩვენ ეკლესიას გვაქვს უპირველეს ყოვლისა სიტყვიერი იარაღი. აი სიტყვით, ქადაგებით, ასე რომ ვთქვათ, ადამიანთა მოსწავლებით, იქ ახსნის წმინდა წერილიდან დაყრდნობით მაგალითების მოყვანით, ჩვენ შეგვიძლია ადამიანები დავმოწყოთ. ერთ სიტყვით, მართლმადიდებლობა, წმინდა სწავლება ეს არ არის რაღაც იძულებითი, რომ ჩვენ ადამიანებს ვაიძულოთ, გინდა თუ არა შენ აი ესე უნდა იწამო, ეს არის ნებაყოფლობითი. ადამიანს უფალმა მისცა თავისუფალი ნება და ჩვენ აი ამ თავისუფალი ნების რეალიზაციით ესე იგი უნდა ვირწმუნოთ ღმერთი. ერთ სიტყვით ღმერთს უნდა რომ ჩვენ ჩვენივე ნებით, ჩვენივე სურვილით გავხდეთ მისი, ასე რომ ვთქვათ, მიმდევრები და მისი გზის წინამძღოლები. ასე რომ თვითონ წმინდა მართლმადიდებლური ეკლესია დღესდღეობით პრესით, ასე რომ ვთქვათ, თუნდაც ეს სატელევიზიო გადაცემა რო ავიღოთ, ქადაგებით ეკლესიაში, ასე რომ ვთქვათ, აღვლენილი ლოცვებით და სწავლებებით ცდილობს, რომ ადამიანები დაიცვას აი ამ, ასე რომ ვთქვათ, გააფთრებული, ასე რომ ვთქვათ, მონადირეებისაგან ადამიანის სულის. ერთი სიტყვით, ადამიანი, რომელიც ჩვენთან მოვა და ეკლესიურად იცხოვრებს, ის დაცული იქნება სწორედ აი ამ ბოროტიმახეებისაგან და ვინებმება აი ამ სექტების, ასე რომ ვთქვათ, ბადეში. ის ვინც არ ცხოვრობს ეკლესიურად, ის ვინც არ უგდებს ყურს ეკლესიის სწავლებას. თუ კი ადამიანს არ უნდა, ახლა ძალით მოძღვარმა მღვდელმა როგორ უნდა აიძულოს ის. ამასთანავე მარტო ახლა ღვთისმსახურმა რო იბრძოლოს სიტყვით, ეს ასე რომ ვთქვათ, არ იქნება საკმარისი. თვითონ ერი მთლიანად, აი მასიურად საზოგადოება უნდა დაუდგეს ეკლესიას გვერდში. აი მე, თქვენ, ისინი ყველანი მთლიანად თითოეული პიროვნება რომ მორწმუნე იყოს და ეკლესიურად ცხოვრდეს, მაშინ აი ამ იეღოველებს, რასელის მიმდევრებს არ ექნება დასაყრდენი ჩვენში. ვერ შემოვიდოდნენ ისინი ეტყობა, ისინი რაღაც ნიადაგს პოულობენ ჩვენს ერში, რომ რაღაც ესე იგი თავიანთ სწავლებას აღწელებენ. ასე რომ მე მოვუწოდებ ხალხს, რომ ეკლესიურად იცხოვრონ. აი ამისკენ მოვუწოდებს მართლმადიდებლური. გასაგებია, მამო, მაგრამ აქვე ვაწყდებით ერთ გარკვეულ წინააღმდეგობას საზოგადოებაში ესეთი აზრიც არის, აი ახლა რაც აქ წერილში იყო.
რომ ხომ არ არის ინერტული ჩვენი სასულიერო, ასე ვთქვათ, წოდება, ჩვენი სამღვდელობა ხომ არ არის ინერტული. იგივე იეჰოვას მოწმეები ამბობენ, რომ ჩვენ ქრისტემ გვიქადაგა, წადით, იარეთ, შემოიარეთ მთელი სოფლიო, მიდით ყველა კარებთან და იქადაგეთ. ეკლესია ხომ არ ეწევა ამ შემთხვევაში კარჩაკეტილ ცხოვრებას და ხომ არ ელოდება ადამიანს, რომ მივიდეს იქ, ეკლესიაში მივიდეს და ამ შემთხვევაში მოხდეს მისი მოქცევა. ხომ არ არის საჭირო, რომ იგივე მოძღვარი თუნდაც გამოვიდეს ქუჩაში და დაელაპარაკოს ხალხს. გასაგებია ეს კითხვა ესეთ ასე რომ ვთქვათ ცრუასაც, ცილისწამებასაც ავრცელებენ ეკლესიის მიმართ და თითქოს ეს იგივე მათი სექტიდან მომდინარეობს, თითქოს ამით ეკლესიას ბრალსდებენ, რომ საკუთარი ასე რომ ვთქვათ თავი გაიმართლონ ხალხის წინაშე. აი ისინი ამ ცნებას არ ასრულებენ და დახეთ ჩვენ მასულებთ. ჯერ ერთი ესე რო წერია სახარებაში, რომ წარვედით და მოიმოწაფენით ყოველი წარმართი და ნათელსეცით მათ სახელითა მამისა და ესულისა წმინისათა, აი ამ შემთხვევაში აი ეს ასე რომ ვთქვათ მიმართება, აი ეს მოწოდება იყო მოციქულების სადმი. იმიტომ რომ მაშინ მოგეხსენებათ ქრისტეს 12 მოციქული იყო და კიდევ 70 და ერთ სიტყვით აი ამ მცირე ასე რომ ვთქვათ ჯგუფს მოციქულებისას ეპყრა მართალი სარწმუნოება და მთელ დანარჩენ ერებში და მსოფლიოში წარმართობა იყო და წარმართობის სიბნელე იყო და სწორედ მათ ევალებოდათ რომ ევლოთ კარდაკარ, იმიტომ რომ სხვა არანაირი საშუალება არ იყო არც ინფორმაციული და უშუალოდ არც ლიტერატურის გავრცელებისა, რომ ხალხში გავრცელებულიყო. აი სწორედ უპირველეს ყოვლისა ეს სიტყვები მოციქულებისადმი არის, მაგრამ ეს იმას არნიშნავს, რომ არ გვეხება ჩვენ დღევანდელ ასე რომ ვთქვათ ეკლესიას და ეკლესიაც ამ მხრივ ასე რომ ვთქვათ გარკვეულ ნაბიჯებს დგამს. ჩვენ აი მე კონკრეტულად ვისაუბრებ ჩვენი ეპარქიის ურბნისა და რუისის ეპარქიის ესე იგი გარშემო მისი მაღალყოლად უსამართლოესობის ურბნისა და რუისის ეპარქიის მმართველის მეუფეიობის ასე ვთქვათ ოცვაკურთხევით ჩვენ სასულიერო პირთა დასი წინა წელს ჰქონდა ესეთი მისიონერული მოგზაურობა ჩვენი ეპარქიის მასშტაბით აბსოლუტურად ყველა სოფელი როგორც ქარელის ისე ხაშურის რაიონის და იქნა ფეხით შემოვლილი სასულიერო პირების მიმართ და იქ უქადაგეთ მართალი სარწმუნოება რა თქმა უნდა, შეხვედრები ჰქონდა თვითონ ამ სექტანტების წარმომადგენლებთან და ხალხმა ნათლად დაინახა. რა თქმა უნდა, ხალხი გარკვეულ ასე რომ ვთქვათ, უმეცრებაში არის მეწილად და ისეთ სოფლებში, სადაც ისეთი ლიტერატურა და განათლება ვერ აღწევს და სწორედ აი ამით მიეცათ მას საშუალება. მაგრამ ეხლა ჩვენ რომ დაუშვათ იეღოველები ვიღაც შემოსული არის ამერიკიდან და აქ ავრცელებს, ესე რომ დაიწყოს დაუშვათ ვინმე ქართველმა დაუშვათ სხვა ქვეყანაში წავიდეს სასულიერო პირმა და იქ გადაგოს. ეს დღევანდელობაში საჭიროება ამას ვითარება აღარ მოითხოვს ამის საჭიროებას, იმიტომ რომ არის სასულიერო მოძღვარი როგორც დაუშვათ სხვა ქვეყნებში, საბერძნეთში, რუსეთში და იქ ის ქადაგებს. მოციქულების დროს ეს ასე არ იყო. დაუშვათ არ იყო ინდოეთში, არავინ არ იცოდა, არ იყო დაუშვათ იგივე დაუშვათ ევროპაში და იქ მოციქულებმა ეს ითავეს უფლის მოწოდებით რომ ფეხით ევლოთ. ეს იმ ეპოქის ასე რომ ვთქვათ მოთხოვნილება იყო. დღეს კიდევ არის ინფორმაციის საშუალება და ყველამ კარგად იცის თუ რა არის ქრისტიანობა. ნებისმიერ კუთხეში, ნებისმიერ ენაზე არის თარგმნილი ბიბლია, სახარება. ასე რომ ეკლესიასაც ამ შემთხვევაში ინერტულობის ბრალი კი არ უნდა დავდოთ, არამედ პირიქით ჩვენ ვართ ერთი სიტყვით, საზოგადოება არის ინერტული ეკლესიისადმი. ყველა თითქოს აი ამ მე არ ვამწყვნებ ახლა საზოგადოებას, იმიტომ რომ 60 წლიანი ასე რომ ვთქვათ ათეისტური რეჟიმი გაიარა და ხალხი თითქოს ეკლესიას რაღაცნაირად გამოცდელი თვალით უყურებს. რაღაცნაირი შიშის სახელი აქვს გატეხილი, იმ რეჟიმის გამო, რომ იქ მოძღვარი ასეთი იყო ეკლესიაში, ესე ხდებოდა დარღვევებს, რა თქმა უნდა, ჩვენ არ უარყოფთ, მაგრამ ერთგვარი ესეთი სინდრომი არის ეკლესიისადმი რაღაცნაირი უნდობლობის. აი სწორედ ჩვენ თავში ვეძებოთ. რა თქმა უნდა, მე არ ვამბობ, რომ ასე რომ ვთქვათ, სასულიერო პირები უნაკლონი არიან, მეტი მოგეთხოვება, მეტი უნდა ვაკეთოთ, მაგრამ ამ შემთხვევაში ჩვენც უნდა ვაიძულოთ ჩვენი თავი, რომ მოძღვართან მივიდეთ, სულიერი მოძღვარი ყავდეს. მე მოძღვარი ვარ ახლა ქარელის ასე ვთქვათ, ქუჩაში დავდივარ, ყველა მხედავს, ყველა მოძღვარი ასევე რა თქმა უნდა და ასე ვთქვათ, ფარულივით არ დავდივართ, ფარული გზებით. ყველა შეუძლია ქუჩაში მოძღვარს ხედავენ, მივიდნენ, კითხონ თუ კი საჭიროა და ვინმე მოითხოვს ამას, თავად მიდიან მოძღვრები, იქ არიგებენ, ასწავლიან, მაგრამ საქმე ის არის, რომ ჩვენს დარიგებას ზოგი ხებულობს, ზოგი კიდევ რაღაც ირონიის გზნობით და თქვენი აზრი მაინტერესებს. აი ვისაუბრეთ იმ გზებზე, თქვათ, როგორ უნდა მოიქცეს ეკლესია და რას აკეთებენ იეჰოვას მოწმეები ამ შემთხვევაში. წიგნებით შეიარაღებულები მიდიან კარდაკარ და ასე ვთქვათ, ცდილობენ მოაქციონ ნებისმიერი ადამიანი. ხომ არ ფიქრობთ თქვენი აზრით, რომ ეს ყოველივე და თქვათ იეღოველთა რიგების გამსხვილება გამოიწვია თუნდაც იმ ფაქტმა, რომ
რამდენიმე წლის წინ, თუ არ ვცდები 2 წლის წინ, სულ 1 წლის წინ ეკლესიაში განხეთქილება მოხდა. დიახ, გასაგებია, ეხლა ყველაზე დიდი ბრძოლა თქვენ იცით რომ აქვს ჭეშმარიტებას, ქრისტეს ეკლესიას, თქვენ იცით რომ ეშმაკის ბრძოლა ქრისტეს წინააღმდეგ მისი ჯვარცმით არ დასრულებული. ეშმაკმა მიხვდა ფაქტიურად ბოროტი რომ დამარცხდა ქრისტეს ჯვრით, ჯვარცმითა და აღდგომით, იმიტომ რომ ადამიანთა მოდგმა გამოიხსნა ამ ადამიანის დაცემისა და წყევისაგან და ეშმაკმა უკვე ბოროტმა ძალამ სხვა ფარულ ხერხს მიმართა. ეს ერთი სიტყვით ეკლესიის წიაღში იწყო განხეთქილების თესლის ჩაგდება. ჯერ კიდევ პირველივე საუკუნეებიდან იქ მწვალებლობები წარმოიშვა და ვინ იყვნენ ძირითადად არიოზი, იგივე მაკედონი, ამ მწვალებლობის მიმდევრები, იგივე ეკლესიის თვისმსახურები, რომლებმაც უღალატეს ეკლესიის სახარების სწავლებას და დაიწყეს საკუთარი აზრებით, საკუთარი, ასე რომ ვთქვათ, მსჯელობებით, ასე რომ ვთქვათ, იქ რაღაცის სწავლება და გადაუხვიეს. ასევე ხდება დღესაც. აი ეს მე კარგად ხვდები 2 წლის წინ რა კითხვაც ესე იგი დასვით განდგომილები ერთი სასულიერო პირი ერთი ნაწილი განუდგა თითქოს იქ იმ მიზეზით იყო განდგომა რომ თითქოს საპატრიარქო რაღაც იქ კანონებს არ ღვევდა დოგმებს თითქოს ეკუმენურ მოძრაობაში რო იყო გაერთიანებული რა თქმა უნდა ეს დააგმოჩნდა ჩვენმა ეკლესიამ სინოდის განჩინებით მაგრამ უბედურება ის არის რომ აი ამ დაგმობისა და ასე რომ ვთქვათ ჭეშმარიტების აღიარების შემდეგ მათ კი არ შეინანეს აი ეს დანაშაული არამედ პირიქით მათი ამპარტავნული ამბიციები ამის შემდეგ უფრო გამოვლინდა არამედ მათ მოინდომეს რომ ასე რომ ვთქვათ თავიანთი აი ეს ასე ვთქვათ სწავლება მათი ასე ვთქვათ ამპარტავნების საკვები გამختარი იყო და გამოყოფილიყვნენ ისინი და თითქოს ისინი არიან ხოლმე ჭეშმარიტების ხადაგებლები ნუ იქ განიკითხავდნენ იერარქებს პატრიარქს მთლიანად და ერთი სიტყვით ეს იყო ძალიან ცუდი თვითონ აი ეს ფაქტი მაგრამ ჩვენ ესე არ უნდა ვიფიქროთ რომ თითქოს აი ამით ეკლესიას სახელი გაუწყდა რაც არის მოსაკვეთი ფაქტურად ისინი თავისივენები თავიანთი უმეცრებით მოიკვეთენ ეკლესიისგან ეკლესია არის წმინდა თუნდაც რომ იქ სასულიერო პირის პირადი ნაკლის გამო რაღაც არასწორი ის იყოს აი ამის გამო ცოდვა მოეკითხება თვითონ პიროვნებას დაუშვათ მე სასულიერო პირს მაგრამ არამც და არამც არც ერთ შემთხვევაში ეკლესიას ბრალი არ ედება იმიტომ რომ ეკლესია არის წმინდა და წმინდა როგორც ქრისტეს ხევა ამათ რიცხვში ალბათ მამა ბასილიც არა ცნობილი მამა ბასილი გასაგები არის მტერია იეჰოვას მე ვერ უწოდებ მას უკვე მამაოს იმიტომ რომ იგი წმინდა სინოდმა სრულიად ესე იგი განკვეთა და უკვე მას უბრალოდ ერისკაცი ბასილი შეიძლება უწოდოთ ну ხშირად გამოდის ხოლმე მამა ბასილი თითქოს ის არის ჭეშმარიტების დამცველი ებძვის აი ამ რასელისტების სექტას მოხდა ეს დარბევა თვითონ შეიძლება ეს მეთოდებიც იყოს დარბევისა გადაჭარბებული მათი მხრიდან მაგრამ ამან ასე ვთქვათ დაბრკოლებაში არ უნდა შეიყვანოთ აჰა რახან ის ებრძვის იეჰოვას სექტას ესე იგი ის არის ჭეშმარიტი გასაგებია, ვინმე შეიძლება ქრისტეს სახელით, ვინმეს ებრძოდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ის ჭეშმარიტ გზაზე იდგეს. ну ბასილის ჰქონდა რიგი დარღვევები, თუნდაც ის, რომ მან ესეთი განხეთქილება შფოთი შემოიტანა, ფაქტობრივად მიისაკუთრა ის ეკლესია, თვითონ აღიარა თავი ქართული სამოციქულო ეკლესიისგან დამოუკიდებლად არცნო მამამთავარი ჩვენი იერისა უწმიდესი და უნეტარესი და ერთი სიტყვით თვითონ თავიანთი ესეთი ამბიციური და ემოციური გამოხდომებით მან თვითონვე დაანახა საკუთარი თავი ერს თუ ვინ არის ის ნამდვილად არ შეიძლება ესეთი ადამიანი იყოს სასულიერო პირი და მას ხალხი გაყვეს და ბევრი ასე ვთქვათ მისი მიმდევრები ასე ვთქვათ კიდევ მიყვებიან და მე ის მინდა ვთქვა რომ ხალხი უბრალოდ ადამიანები ნუ შეხედავენ ეს ერთი პიროვნებით ნუ განსაზღვრავენ ეკლესიას რა ეს მინდა დაცემით სახით ესე იგი თქვა ყოველთვის იყო ეკლესიაში აი თვით ქრისტეს 12 მოციქულ შორის ერთ-ერთი გამცემელი იყო იუდა რომელმაც საკუთარი მოძღვარი ქრისტე გაკეთა 30 ვერცხლად მაგრამ ამის გამო ჩვენ დანარჩენი 11 უნდა ვუარყოთ ესე არის დღევანდელობაც და აუ წერან თქვენ ახსენეთ საუბარში რომ გქონდათ შეხვედრები იეჰოვას მოწმეებთან და აი ამ შეხვედრებმა რა აჩვენა და საერთოდ რა შეიძლება ითქვას აი ამ ხალხთან ურთიერთობა შეიძლება არ შეიძლება როგორ შეიძლება დაველაპარაკოთ ამ ხალხს და მე როგორც სასულიერო პირს მქონდა ეს შეხვედრები ეხლა რა დამარწმუნა ესე იგი რა დასკვნამდე მიმიყვანა ამ შედეგებმა ფაქტიურად აი ეს ადამიანები შეპყრობილი არიან ბოროტის სულის მიერ არიან ასე რომ ვთქვათ დიდი წარმოდგენით ასე რომ ვთქვათ შეპყრობილი ამპარტავნებით საკუთარ თავს რომ თითქოს ისინი არიან
ერთადერთი ასე რომ ვთქვათ, ნათლით ისინი ფლობენ მადლს, ისინი არიან ღვთისას, ისინი გადარჩებიან სხვაყოლანი დაიღუპებიან და თქვარი ესეთი ამპარტანური ამბიციებით არიან დაავადყოფებულები, როგორც სულით და ასევე სხეულით. აი როცა ვესაუბრებოდი აი ამ ადამიანებს, ასე რომ ვთქვათ, არანაირი ასე რომ ვთქვათ, გაგონება ან ასე რომ ვთქვათ, დაფიქრება აი ამ საკუთარ ცრუ მოძღვრებაზე არ უნდათ. რა თქმა უნდა, უხსნიდი ვეუბნებოდი აი ეს მართლმადიდებლობა რატო არის შრომელი სარწმუნოება, საიდან მომდინარეობს, საიდან ღებულობს, ფესვეს, ფაქტიურად ისინი არიან მომწყდარი. აი როდის შეიქმნა აი ეს სექტა ამ შემთხვევაში, ნუ რასელისტებზე გვაქვს საუბარი მე-19 საუკუნეში. აი სად იყვნენ მანამდე? ნუ თუ მთლიანად კაცობრიობას 19 საუკუნის განმავლობაში აი სიბნელისა და უმეცრებისა და ურწმუნოების ფარდა ეფარა და ეხლა გამოჩნდნენ ვითომ ესენი. მქონდა შეხვედრა, მაგრამ წინასწარ უკვე ვიცოდი რომ ერთგვარად უაზრო იყო მათთან საუბარი და ყველად ენერგიას დავხარჯავდი და აი ეს შეხვედრა მოსახლეობასთან იქ სოფლებში ფართო წრესთან ძირითადად ხდებოდა იმის გამო რომ სწორედ აი ამ ერთ სიტყვით გაუთვითცნობიერებენ ხალხს, მასას, მოსახლეობას დაენახა, სად იყო ჭეშმარიტები. აი ეს იყო ჩემი ასე ვთქვათ შეხვედრის მიზანი, თორე ძალიან ძნელია თუ მართლა ღმერთმა არ დაუშვა და უფლის ძლიერი მარჯვენა არ შეერია, ასე ვთქვათ, მათი მოქცევა. იმდენად ჩაკერული აქვს უკვე სულსა და გულში ეს მომწავლელი შხამი. ხვალე რომ თქვენ რომელი იეჰოვას მოწმემ პირდაპირ ეთერში დებატებისთვის მოგიწვიოთ. თქვენ უარს ეთქვით თუ დათანხმდებით აი ამ დებატებს? ეხლა მე როგორც აღვნიშნე, აი ეს დებატები შეიძლება მიზანი მიეცეთ ისევ და ისევ მოსახლეობისადმი. აი მხოლოდ ამ შემთხვევაში წავიდოდი გარკვეულ ასე რომ ვთქვათ, მათთან შეხვედრის ასე რომ ვთქვათ სურვილს. მხოლოდ და მხოლოდ ეხლა რა არის დებატები, ჩვენ ისე არ უნდა გავიგოთ თითქოს ჩვენ აქ ვიკამათებით რაღაც აღიარებული ჭეშმარიტი ეს არის აღიარებული, დამოწმებული, სამთო გამოცხადებით მიღებული სული წმინდის მადლით და ამაზე მსჯელობა და კამათი არ შეიძლება. მე რა თქმა უნდა ისევე როგორც დღეს ვამბობ ჩემს საქმეს, ეკლესიის ხმას ისევე ვეთქვი ამ ადამიანს. თუ გაიგებს და გამგებიც გაიგებს. ძალიან საინტერესოა რომ ეს კითხვა შემოვიდა, თუმცა მე ამ კითხვის დასმას ვაპირებდი და მე ძალიან მადლობელი ვარ ალბათ იმ მაყურებლისა, რომელმაც ახლა ეს კითხვა მოგწერა. და მე დავიწყებ და შემდეგ წაგიკითხავთ. ხომ არ ვფიქრობთ, მამაო, რომ დღეს თუნდაც იგივე ნაკლებობა ეკლესიის, მე ღმერთმა დამიფაროს, რომ საერთო ნაკლებობაზე ვსაუბრობდი, მაგრამ აი ასე ვიტყვი მაშინ, გამრავლება იეჰოვასთან რიგებში ადამიანებისა ხომ არ ნიშნავს იმას, რომ იგივე ეკლესიაში ადამიანს რაღაც დაბრკოლებები ხდება. და მე აგერვე წაგიკითხავთ ამ კითხვას. პირდაპირ ყოველგვარი ამალზე არის. ხალხს მღვდლების აღარ სჭირა. ხომ არ არის ეს გამოწვეული იმით, რომ ბევრი მოძღვარი ცდილობს ნათლობისას ან ჯვრისწერისას ფულის გამოძალვას. ასეთი ფაქტების გამო რა პასუხს სთხოვენ მათ? არის შემთხვევები, ნამდვილად არის შემთხვევები, მე ჩემი თვალით მინახავს ზოგიერთი ეკლესია, ხო ყველა ეკლესიის მე რა თქმა უნდა ღმერთმა დამიფაროს. ყველა ეკლესიას გულისხმობდი, მაგრამ არის ეკლესიები, სადაც ხდება ესეთ სამწუხარო ხარო ფაქტები. იყო ადამიანი, რომელსაც 25 ლარი ჰქონდა და იმის გამო რომ მას 3 ლარი აკლდა, იგი მან ვერ მონათლა ბავშვი. ნუ ძალიან სამწუხაროა, რა თქმა უნდა, აი ამის დამალვას არც ვცდილობთ, რა თქმა უნდა, არის დარღვევები. ნუ ღვთისმსახური, როგორც მოიხსენებათ, არის ჩვეულებრივი პიროვნება, ადამიანი. ის არ არის ანგელოზი, მას სჭირდება ჩვეულებრივი მიწიერი ცხოვრებისათვის და არის ის აარსებო. და აი ამის გამო, ოდითგანვე თვით მოციქულებსაც კი ჰქონდათ, ნუ იუდას ამ შემთხვევაში რომელსაც გასამაცხოარი ეპრათ ყულაბა, სადაც იწირებოდა აი ეს თანხა შესაწირავის სახით და ის ხმარდებოდა როგორც პირადად, ასე რომ ვთქვათ, ხმარობდნენ ამას უფლის, ასე ვთქვათ, მოციქულები, ასევე ღარიბებს, გაჭირვებულებს. ასევე პატრიარქის როცვაკურთხევით არის ეკლესია შესაწირავი და იქ თითოეულ მორწმუნეს ყოველგვარი ძალდატანებისა და ასე ვთქვათ, ნების გარეშე ადამიანმა იცის, რომ იქ როცა წირავს ამას უფალს. არა რომელიმე პიროვნებას დაუშვათ ღვთისმსახურს არა როგორც პიროვნებას, არამედ წირავს ამას შესაწირავის სახით უფალს. აი ესე არის ხდება, ასე ვთქვათ, დღეს უნდა მოხდეს ერთი სიტყვით და ბევრ ეკლესიაში მე ვიტყოდი, რომ აი ეს წესი არის აღდგენილი. რა თქმა უნდა, ხდება აი ამის დამახინჯება, ნუ იქ
ეს პირადი ცოდვა მე კიდევ ერთხელ ხაზს უსვამ არა ეკლესიის, არამედ ასე ვთქვათ პირადად ღვთისმსახურის ცოდვა, თუ კი იგი აი დავუშვათ ნათლობის საფასურად ან ჯვრის წერის საფასურად ასახელებს თანხავს და ითხოვს რომ აი ამდენი და ამდენი თუ არ გადაიხადე, მაშინ არ შესრულდება ეს წესი. ეს თუ კი ეს ნამდვილად ესეთი ფორმით ხდება, ეს არის დარღვევა და არასწორი. Რა თქმა უნდა, ადამიანმა თვითონ უნდა გრძნობდეს აი ამის სულიერ ფასეულობას და პასუხისმგებლობას, რომ რამხელა მადლს თავაზობს მას ეკლესია. ადამიანი ინათლება ერთხელ წელიწადში, უпростоრად სიცოცხლეში. ერთხელ ეძლევა მას ღვთისგან სულიერი შობის მადლი. თუ ჩვენ, ასე რომ ვთქვათ, აი ამ მადლის საზღაურად რაიმეს გადავიხდით, თუნდაც მილიონს, თუნდაც მთელი ჩვენი ქონება რო გავყიდოთ, ვერ შეაფასებ. აი ამ ერთ საიდუმლოს, ერთ ჯვრის წერას თუნდაც, მაგრამ უფალი აი ამის გამო მცირედ, ასე რომ ვთქვათ, ითხოვს ჩვენგან. ხო მიიღე ჩემგან ამხელა მადლი, შენს გაიღე შენგან. განა რა არის შენი, შენ ხარ მოგიტანი ამ ქვეყნად არაფერი ის ფული თუნდაც ის სიმდიდრე უფალმა ღვთისყალობით შეგეძინა და მოგცა რა თქმა უნდა შენივე შრომით, მაგრამ ეს ყველაფერი კიდევ ვიტყვი რომ უნდა ხდებოდეს აი შეგნებით, შესაძირავის სახით. და დღეს რა თქმა უნდა ხდება დამახინჯება, მაგრამ აი თუ კი ადამიანი ერთგვარად ასე რომ ვთქვათ, აი გამომცდელი თვალით არის ეკლესიაში შესული და იქ აი ამ ასე რომ ვთქვათ, გამომცდელად უყურებს იქ აი ღვთისმსახური როგორ იცავ, ის რას ამბობს, იქ გარეგნულს ხედავენ, ეს ჩვენი ასე რომ ვთქვათ, მცირედ მორწმუნეობის ბრალია. რა თქმა უნდა, ღვთისმსახურის ცოდავს, მაგრამ ამან არ უნდა დაგვაყოლოს მთლიანად ეკლესიის მიმართ. აი ესე არ უნდა ვთქვათ, რომ აი იმ ეკლესიაში დაუშვათ იმ მოძღვარმა ესეთი რაღაც იკადრა და მე საერთოდ არ მივარ ეკლესიაში, საერთოდ არ მინდა მაგათი ეკლესია, საერთოდ არ მინდა მაგათი ხატი და აი ესეთი ისა ძალიან ცუდი არის ერთი სიტყვით. დაუშვათ პატრიარქის ყურამდე მიაღწია რომ რომელიმე ღვთისმსახური ასეთ რაღაცას აკეთებს. აი რა ზომებს მიმართ რეაგირება ხდება, არის შესაბამისი სასჯელები, შეიძლება ღვთისმსახურს მიეცეს დაუშვათ სასჯელი, კანონი, გაფრთხილება, შემდეგ იქ აეკრძალოს დაუშვათ ღვთისმსახურება, ხდება ამაზე გაფრთხილება ერთი სიტყვით. ეს მინდა ვთქვა რომ აი ეს ყველაფერი მოიტანა ისევ და ისე მიმურწმუნოების ხანამ, იმიტომ რომ ხდებოდა ეკლესიაში ისეთი პიროვნების, ასე ვთქვათ, პიროვნებების დადგენა ღვთისმსახურად, რომლებსაც შეიძლება არ იმსახურებდნენ და არ უნდა შეესრულებინათ აი ეს მისია ღვთისმსახურებისა, მაგრამ რახან მაშინ დიდი, ასე რომ ვთქვათ, დეფიციტი იყო სასულიერო პირებისა, თითქმის ეკლესიები დაკეტილი იყო, ამიტომ ასე რომ ვთქვათ, ერთგვარ დათმობაზე მიდიოდა ეკლესია და ესეც რო არ ყოფილიყო, ერთგვარი დაწოლა იყო იმ ავად სახსენებელი სახელმწიფო, ასე ვთქვათ, ინსტანციის მიერ, რომ ეკლესიისათვის სახელი გაეტეხა ცუდი ღვთისმსახურის სახით. ასე რომ ვთქვათ, აი ეს ტენდენცია ეკლესიაში, აი ეს სცენი დღესაც, ასე რომ ვთქვათ, შემორჩენილია, მაგრამ მინდა მოგახსენოთ, რომ ეკლესიაში ახლა ასე რომ ვთქვათ, ახალმა სიომ, ასე რომ ვთქვათ, დაბერა, ახალი ნაკადი მოდის ღვთისმსახურებისა, ახალგაზრდობისა, რომელიც ასე რომ ვთქვათ, სულ სხვა სიწმინდით, სულ სხვა თავდადებითა და ერთგულებით ემსახურებიან ეკლესიას და ნამდვილად თუ კი ადამიანი, ერთ სიტყვით, გულით ეძებს მოძღვარს, იგი აუცილებლად იპოვის. არჩევანი არის თქვენზე. თუ კი ვერ ხედავთ იმ პიროვნებაში წმინდას, მიბრძანდით იქ სხვა ღვთისმსახური იქნება, სხვა ეკლესია იქნება და აი ამის გამო რომ დაბრკოლდეთ და რაღაცნაირად უარყოთ, ეს არამართებული იქნება. მე ძალიან მაინტერესებს მამა სტატისტიკა, თქვენ ალბათ გაქვთ გარკვეული წლების გამოცდილება მოღვაწეობისა, სასულიერო მოღვაწეობისა და აი თქვენი დაკვირვებით მე დღეს გავიარე ეკლესიასთან და უამრავი ახალგაზრდა დავინახე. თქვენი დაკვირვებით მრევლი იზრდება, ცირდება, ერთ დონეზე დგას თუ საერთოდ აი როგორია დღეს ეკლესიაში მოსulis ასე ვთქვათ სტატისტიკური მაჩვენებელი მოსახლეობის. რამდენად გულით ლოცულობს დღეს ჩვენი მოსახლეობა? აი ჩემი თვალთახედვით, აი ბოლო პერიოდში მე განსაკუთრებით მინდა აი ეს დიდი მარხვის პერიოდი ესე იგი გამოყო. მე შემიძლია ვისაუბრო ახლა ქარელიის მასშტაბით, რახან ამ რეგიონში მსახურობ, განსაკუთრებით აი ახალგაზრდობის რიცხვი. გაიზარდა ეკლესიაში. თითქმის ეკლესია უკვე სავსეა. აი არა მარტო დღესასწაულებზე, არამედ ყოველ საკვირაო წირვაზე უკვე ტაძარი მრევლს ვეღარ იტევს და ეს ძალიან კარგი ტენდენცია არის. იმ დროს, როდესაც დავუშვათ აკრძალული იყო, ღვთისმსახურება აკრძალული იყო, ასე იგი ფართოდ აშკარად სარწმუნოება, რა თქმა უნდა, აი ეს მრევლი მცირე მაინც ყავდა ფარულად ეკლესიას, იმიტომ რომ შინაგანად ადამიანს მაინც ვერ წაართვეს ის რწმენა, მაგრამ აი ამ ბოლო 10 წლის განმავლობაში, როცა უკვე ფაქტურად მოიხსნა აი ეს ბარიერი, აი პირველ წლებში
ადამიანები მაინც აი ერთ სიტყვით უმეც არის თვალით და გამოცდილად უყურებდნენ ეკლესიას. დაინტერესებდათ რა იყო მაშინ, რა შესთავაზებდა, რა სულიერ საკვებს მიეწოდა მას ეკლესია და უკვე საკმაო პერიოდი გავიდა, უკვე 10 წელი და ნელ-ნელა უკვე თანდათანობით ხალხმა იწყო შემოbrunება. აი ეს ბოლო რამოდენიმე წელია უკვე მრევლი არ ნახულად იზრდება. როგორც მოგახსენეთ, ეს უკვე იმანაც გამოიწვია, რომ უკვე ეკლესიამ უკვე ახლებური სიტყვა თქვა, უბრალოდ აშკარა თქვა თავისი სათქმელი და ხალხმაც დაინახა, რომ არანაირი ასე რომ თქვა მიწიერ დაუშვათ იქ წარმატებებში თუ იქ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ რაღაც ძიებებში არ არის სული ხსნა. ვერ პოულობს ადამიანის შვებას, ასე ვთქვათ, მიწიერ ცხოვრებაში ვერანაირს. მხოლოდ ერთი, რაც შეიძლება ადამიანს სულიერი სიმშვიდე და სიყვარული, სითბო, ხსნა და მშვიდობა მოუტანოს, ეს არის ქრისტეს ეკლესია და ძალიან მოხარული ვარ და კიდევ მოუწოდებ, რომ ღმერთმა ის იქნას, რომ ჩვენი ეკლესიები ვეღარ იტევდნენ მრევლს. ალბათ დროა ჩვენ გადავიდეთ ჩვენი ტელემაყურებლის შეკითხვებზე. შემოსული რამდენიმე კითხვა. ესეთი კითხვა, შვიდგზის ზეთისხევის არსი რაში მდგომარეობს? ძალიან მოკლედ თუ შეიძლება, ამიტომ ჩვენ დროში შეზღუდულები. ძალიან საინტერესოა და მოხარულია რომ ტელემაყურებელი ესე გიხმოურება ჩვენ. შვიდგზის ზეთისხება ეს არის შვიდ საიდუმლოთაგანი მართლმადიდებლური ეკლესიის, როგორც არის ნათლობა ჯვისწერა და ასე შემდეგ. აი ეს საიდუმლოება ტარდება განსაკუთრებით, ესე იგი დიდ მარხვის განმავლობაში წელიწადში ერთხელ დიდ ხუთშაბათს. მაგრამ ამ შემთხვევაში რახან დიდ ხუთშაბათს ასე ვთქვათ დატვირთული იყო დღეები ლოცვისა, გადმოტანილი იქნა და რიგ ტაძრებში, მრავალ ტაძარში იგი ადრე შესულდა. აი ამ საიდუმლოს დროს რა ხდება მისი არსი მინდა გიხსნათ, რახან საიდუმლო არის აქ სულიწმინდის მადლი ფარულად მოქმედებს, როდესაც ადამიანი მორწმუნე რა თქმა უნდა, ეკლესიურად მაცხოვრებელმა, რომელიც აღსარება აქ ნათქვამი მარხვესწევს, იმან უნდა მიიღოს მონაწილეობა, დაიშვებიან მხოლოდ აი ამ ზეთისხებაზე, ადამიანს ენიჭება სულისა და ხორცის კორნება. იგი ღებულობს იმ ცოდვების, ფარული ცოდვების, ასე რომ ვთქვათ, უხილავი ცოდვების მიტევება ზეთისხების დროს, რომლებიც მას დაავიწყდა ეშმაკის, ასე რომ ვთქვათ, მანქანებით და კი არ თქვა, უბრალოდ ვერ თქვა დავიწყების გამო აღსარებაში. ესეთი უხილავი, წვრილმანი, დაფარული ცოდვები მიეტევა და ამავე დროს ადამიანი ღებულობს საკუთარი, ფიზიკურ კურნებასაც. ყოფილა ესეთი შემთხვევები, რომ ზეთის კურნების დროს, სასწაულებრივად ადამიანები განკურნებულან რამა თუ იმ სენისაგან და სწორედ აი ესეთი ორგვარი დანიშნულება აქვს ზეთისხებას, სულიერ დათაც კურნავს ადამიანს და ხორციელადაც. 12 სახარების კითხვის არსი. ესეთი კითხვა. ალბათ 12 ვნების სახარებას გულისხმობენ, ესენი ესეც ვნების შვიდეულში არის, ეს ტარდება პარასკევის ცისკარზე და ეს მსახურება თვითონ ცისკარი პარასკევისა, ეს მოგეხსენება დიდი პარასკევის დღეა, როდესაც მაცხვარია. ესე იგი ჯვარს აცვეს და აი ამ ვნების სახარებას თვითონ სიტყვა მიუნიშნებს სახარები და ამოკრებილია ის ადგილები, სადაც უშუალოდ მაცხოვრის ნება არის, ასე ვთქვათ, გამოცემული, აი ეს ეპიზოდები და ამ შემთხვევაში რა გიღა ჩვენ ღვთისმსახურება წინააღმდეგ გამოგვისაც ის რომ ხუთშაბათ საღამოთი, ალბათ 5 საათზე, ჩვენს ტაძარში მაქვს მხედველობა, დაიწყება ეს ვნების სახარება და მორწმუნე ვალდებულია, რომ დაესწრო თვითონვე განიცადოს ფაქტიურად, რაც მაცხოვარმა ევნო ჯვარზე, ასე რომ ეს მნიშვნელოვანი ღვთისმსახურება. გასაგები, ადამიანმა თუ მარხვა არ დაიცვა, ეს ცოდვაა თუ არა. და ერთი კითხვა აქვე დავამატებ თუ შეიძლება და ძალიან ცოტა დრო რჩება, მოვიქნებ სწრაფად. აი დაუშვათ ვერ დაიცვა წინა კვირები და სურვილი აქვს ბოლო კვირაში იმარხულოს ადამიანმა. აი შემთხვევაში შეიძლება დაუშვათ აი ეს. მე მოგახსენეთ აი ზემოთ საუბარში რომ მარხვა აუცილებელი არის ადამიანის სულისათვის. რო არ იმარხულოს ადამიანმა არ შეიძლება დაუშვათ რომ ის ვთქვათ იმას ურწმუნო უწოდოთ და რაღაცნაირად ესეთ ურწმუნოთად რიგებში დავაყენოთ, მაგრამ ჩვენთვის არის აუცილებელი. ჩვენ სულ ჭირდება ეს. განა მე კი არა, როგორც ამ თქვენ რომელიც მარხულობთ, არამედ თქვენი სული უნდა გთხოვდეთ ამას. დაუშვათ თუ კი რაიმე მიზეზის გამო ვერ იმარხულეთ, ავათხართ ამ შემთხვევაში მოძღვარი უნდა ყავდეს და მისი ლოცვა კურთხები ჩვენ შეგვიმსუბუქდება, უშვათ მივიღებთ ის პროდუქტს ამ ხორცს და ესეც დაშვებული იქნება და ცოდვა არ შეგერაცხებდა. თუ კი არ იმარხულებთ, ცოდვა იქნება როგორც ღვთის მცნების დარღვევა. უფალმა იმარხულა და ჩვენ რა იმაზე მეტი ვართ რომ არ ვიმარხულო და არ დავიცვათ ერთ სიტყვით ეს ეკლესიის მოწოდება და ეკლესიის ხარ უნდა ვგულოთ. თუ კი აქამდე არ დაგვიწყია მარხვა, მე ესეთი ის არის ცრუ აზრი რომ აი მარხვა გამიტყდა დამერღვა და შემდეგ ეხლა აღარ გავაგრძელი ამას აზრი აღარ აქვს. არა, ეს არის აზრია. ის კი არ არის მარხველი, ვინც ერთხელ იმარხულა და ის კი არ არის მარხვის დარღვევი, ვინც ერთხელ დარღვია მარხვა. არა უშავს, აი ბოლო კვირაღა დარჩა ეს ვნების შვიდეული და მე მოგიწოდებთ რომ მაქსიმალურად ესე იგი ეს მძიმე მარხვა არის დაიცვათ, განსაკუთრებით მძიმე მარხვა არის წითელი პარასკევი
აი ამ დღეს მე მინდა აღნიშნო, რომ მოწმენება იციან ეს საფლავზე გასვლა ერთგვარად იქ მიცვალებულთან კვერცხის შეღება და ის არ არის საჭირო. ამას ეკლესიური წესები არ მოითხოვ, შემდეგ იქ თრებიან ღვინოს სვავენ, ესეც ყოლა დაუშვებელია. ერთ სიტყვით მე მოგიწოდეთ, რომ ბოლო კვირა მაინც დაიცვათ, ვინც არ მარხულობთ, რომ აი სულით განწმენდილებმა იგრძნოთ აღდგომის სიხარული. მამა და ბოლო კითხვა, აგერ გვიახლოვდება აღდგომის წმინდა დღესასწაული. ეხლა აღდგომის დღესასწაულზე ჩვენ უკვე აღარ აქვს იმდენი დრო რომ დეტალურად ვისაუბროთ და მე მაინტერესებს ახლა თქვენ ბოლო ფრაზა ახსენეთ რომ აგერ პარასკევს კვირას ორშაბათს არის ისინი მე მაგალითად ცოტა ახალი თაობა უფრო ორშაბათს ვცდილობთ ხოლმე რომ გავიდეთ მიცვალებულთა საფლავზე მოხუცები უფრო პარასკევს ანიჭებენ უპირატესობას და კვირა დღეს და აი ეკლესია რომელ დღეს ანიჭებს უპირატესობას თქვათ აი მიცვალებულ საფლავზე რომელ დღეს უნდა გავიდეთ მოგახსენებთ რომ აღდგომა ეს არის საყოველთაო ცოცხალთა დღესასწაული ამით ჩვენ დავხარობდეთ აი ამ დღეს არ შეიძლება რომ დავუშვათ იქ თვისახურებას მოვაკლდეთ და წავიდეთ და ჩვენი მიცვალებული ვიგლოვოთ გლოვის კი არა სიხარულით დღესასწაულია საფლავზე რო გავდივართ გარკვეულად ჩვენს მიცვალებულს წუხარებით ვიხსენებ და ეს სიხარული იჩრდილება ამიტომ აი ეს ერთგვარად იმ ათეისტური პერიოდის დავახინჯება იყო რომ ხალხს აღდგომა არ ეღნიშნა და იქ საფლავზე წასულიყო და ამდენად მე უფრო მართებულად ვთვლი როგორც თვისახურო რომ ორშაბათს გავიდეთ საფლავებს. იქ ასე რომ დახაროთ ჩვენს მიცვალებულებს ქრისტეს აღდგომა და იქ მოიხსენიოთ ასე ვთქვათ მათი სახელი. ასე რომ მართებული იქნება სოცხლებმა გავიხაროთ კვირას აღდგომას ხო მიცვალებულებზე ვიზრუნოთ ორშაბათს. დიდი მადლობა მამაო მე მივცემთ ჩემს თავისუფლებას და მოგილოცავ დაუნდეკ აღდგომას. ასევე თქვენის ნებართვით მე მიულოცავ ჩვენს ტელემაყურებლებს მომავალ კვირას აღდგომის დღესასწაულს. და თქვენის ნებართვით დავემშვიდობები მე შევახსენებ ტელემაყურებელს რომ ჩვენი დღევანდელი გადაცემის სტუმარი გახლავთ მამა ეფრემი ქარელის ღვთისმშობლის ხარების ეკლესიის წინამძღვარი. დიდი მადლობა ყურადღებისათვის მომავალ შეხვედრამდე. მადლობს, pravos და ესწრეთ.